ველოდებოდით ამ განაჩენს 2 წლიანს სამწუხარო რეალობაში ვართ, ვინაიდან სასამართლო და სამართალი ამ ქვეყანაში არ არის. უდანაშაულო ხალხს გუშინაც ვიხილეთ 8 ადამიანი, უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭები გაუშვეს ციხეში არაფრის გამო, ვითომ ორგანიზებას ედავებოდნენ, მე გადააკვალიფიციეს და როგორც საბაზე მოხდა ასევე, საბაზეც ვითომ პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, შემდეგ ხულიგნობით გადააკვალიფიციეს, ვინაიდან თვითონვე ვერ გააკეთეს, ასე ვთქვათ, საქმე ვერ შეკერეს, ვინაიდან ჰქონდათ ისეთი რაღაც, რომ ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენებები მისცეს პოლიციელებმა. რის შედეგადაც მოუწიათ მუხლის გადაკვალიფიცირება, თვითონვე აღიარა კიდევაც პოლიციელმა, რომ არ იყო არც ფორმაში, არც უთქვამს, რომ პოლიციელი იყო და ასე შემდეგ, ტიტუშკა იყო, ასე ვთქვათ, როგორც მოგეხსენებათ, ყავს სამწუხაროდ დაქირავებული ტიტუშკები, რომლებიც ხალხს ძალადობენ და თვითონვე აღიარა, რომ ქალზე იძალა და მან სასამართლოში, მაგრამ ამის გამო მაინც ჩემი ძმა ზის ციხეში სამწუხარო რეალობა, პირდაპირ პოლიტიკური ამ ბიჭებს მიგული ყველას, ვინაიდან არიან ეს ხალხი, რუსები უფრო არა, გარუსებული ქართველები არიან, ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენები, ვინც შეიძლება იყვნენ. უნდა დავასრულოთ ჩვენ ქვეყანაში, ბოლომდე უნდა მივაწვეთ იმას, რომ ეს მოისპოს საქართველოში რუსეთუმე და რუსი ქართველები აუცილებლად. რაც შეეხება კიდევ სხვა ჩვენ რასაც ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, როგორც ეს ბიჭები ბრძოლობენ, იმ არაღიარებით, იმ ბოლომდე მუხტით არ გვანახებენ, თუნდაც როგორ ნერვიულობენ და არიან, ვინაიდან ხა ციხეში გამოკეტვა, მე მგონი რომ ყველასთვის ფსიქოლოგიური სტრესია, მაგრამ მაინც გვეუბნებიან, რომ ბოლომდე არ დანებდეთ, პირველი სიტყვები არის მათი სიტყვები, რომ არავინ ცრემლით არ შეხვდეთ განაჩენს, ვინაიდან ვიცით, რაც იქნება. ასევე ის არის ცუდი, რომ დღეს ვიღაცები მაინც საჯარო მოხელეები იქნებიან, ზოგი ჟურნალისტი, ვინც სამთავრობო არხზე და ასე მუშაობენ, თვითონ არ მოსწონთ, მაგრამ სამსახურებს ვერ ტოვებენ და მოუწოდეთ, რომ დატოვოთ ეგ სამსახურები, ვინაიდან თქვენი ასობით კოლეგა არის განთავისუფლებული, თუნდაც ერთხელ რომ უბრალოდ იყო აქციაზე მოსული. ამის გამო თუნდაც გვერდზე დაუდგეთ თქვენ მეგობრებიც არიან, ხო, ეს ადამიანები, ვინაიდან კოლეგები და ისინი მეგობრები, ბევრი ვიცი ესეთი ადამიანი და ხმას არ იღებთ, არ მოგწონთ, მაგრამ 1500 ლარიან სამსახურს ვერ ტოვებთ. დატოვეთ ეგ 1500 ლარიანი სამსახური, ვინაიდან ჩვენ ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ საქართველო იყოს ძალიან კარგი ქვეყანა და კი არ ცხოვრობდეთ უბრალოდ, უნდა გქონდეთ კარგი შემოსავალი ყველას და არავინ არ უნდა გაძალებდეთ რაღაცას და შეშინებულები არ უნდა იყოთ. გამოდით შევერთდით პროცესს.